აი მოვედი კუსტბაზე ვარ. შემობრუნდი. დაჯექი. აირჩი ან წითელი, ან ლურჯი. ერთ-ერთი ფასდაკლების არის. მეორე უბრალოდ წონასწორობისთვის. რა კენჭისყრას მიწვევ? მითხარი პირდაპირ საბოლოო ფასი. თურქეთზე ცოტა გაბრაზებული ვარ. შეიძლება ძვირი გითხრა და არ გაგიკვირდეს. ირეკი შენგან იაფი უფრო გამიკვირდება. ეგრეა. ხალხს სიკეთე უფრო უყვირს. და აქ რატო დამიბარე? სანაპიროს ფასები რომ მითხრა? თურქეთთან წაგების მერე ფიქრთ გასართველად ამოვედი. ფიქრთ გასართველად? პირდაპირ თუ კი არ ამბობ, ლექსად მაინც თქვი ეგ ფასი. ლექსი და რითმა თუ გინდა, მაშინ გამოდის 300. რა ამბავია? 400-იც ერითმებოდა, მაგრამ გაგითვალისწინა. და ესე ძვირი რატო სანიოლთან ვზივარ? კი. წითელი მიიღო წინაზე. კაი, 2 ბილეთს ავიღებ 200 ლარა, დავიღალე რამდენი ვაჭრო. კარდიოს მიხედე, მალე იღლები 200 ლარა. 200 ლარა ჩელენტანოს ორეულის კონცერტზეც კი არ გამიყიდია ბილეთები. იცი როგორ მიყვარს ნაკრები და ბოროტაც არ გება. ყველა გადამყიდველი ერთნაირები ხართ. რა? სხვაც ყავს. კაი, ისევ თქვი. არ გინდა ექსცენები. რა ვქნა ძმაო? მე დავითაშვილი დავრბივა. ქოჩორაშვილი დღე და ღამე ვშრომობ, რომ შენამდე კარგი ბილეთები მოვითამაშე. სამაგერო დინამოს ექიმივით ძვირ ფასს მეუბნებ. კაი, მომეცი 2 ბილეთი. ეგრე რა. პირველად გავყიდე ტბის დონიდან 12-ზე ბილეთები. მეილზე მოგივა. მე წავედი მეჩქარები. პადელი უნდა ვითამაშო. 7 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. თურქეთთან წაგების შემდეგ სოფლიოზე მოხვედრის შანსი შემცირდა, ამიტომ ბულგარეთს აუცილებლად უნდა მოუგოთ თუქსულს, რომ ამერიკაში ლეგალურად ჩასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ. სამწუხარო ჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქეთთან 2-3 დაუმარცხდით. თურქეთის მხრიდან 3 გოლი ჩვენ შეცდომებს მოჰყვა. ანუ როგორც სერიალებში აქვს, შეცდომებს არ პატიობენ. ახლა ბულგარეთს ვეთამაშებით, რომლებმაც შინ ესპანეთთან 0-3 წააგეს. ეს გუნდი აუცილებლად უნდა დაამარცხოთ და თბილისიდან ხულა და 3 ხულა კი არა. მაცივარზე მისაკრობი მაგნიტის გარდა არ უნდა გავატანოთ არაფერი. თურქეთთან მატჩი ვილისანიული გააძევეს, რომელიც ბულგარეთთან შეხვედრაში ტრიბუნებზე იქნება. ამიტომ გულშემატკივრებთან თხოვნა მექნება, ალღები არ გავაკეთოთ, რომ ცდენას თამაშის ყურებაში ხელი არ შევუშალოთ. შოფერ ჰოფერთან ერთად გეტყვით რა უნდა ვიცოდეთ გუნდებზე. საქართველო და ბულგარეთი აქამდე 8 ჯერ შეხვდა ერთმანეთს. 4 ჯერ ბულგარელებმა მოიგეს, 2 ჯერ ჩვენ, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. საქართველოს ნაკრები თამაშის საშუალოდ 4 ჯერ ურტყავს კარში. ბულგარეთი კი 17 ჯერ ჯარიმდება. საქართველო თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, ბულგარეთი კი 3 ჯერ ხვდება თამაშგარაში. ჩემი პროგნოზია საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში გაიტანს გოლს. თურქეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ბულგარეთთან აუცილებლად მოსაგებია. დარწმუნებულა, რომ იმ შეცდომებს ბიჭები უკვე გააანალიზებდნენ. ამ შეხვედრაში პირველივე წამებიდან შევტევთ და მგონია, რომ პირველივე ტაიმში გავიტანთ გოლს. ჩემი პროგნოზია ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს გოლს. კვარამ თურქეთთან კარგად ითამაშა, ერთი მომენტი შექმნა და გოლიც შეაგდო. ფიქრობ ბულგარეთთან ისე მოტივირებული გამოვა მოედანზე და მინიმუმ 1 გოლს აუცილებლად მოსაგებ თამაში კვარა შეაგებს.